ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუჩაძე გაგაცნობთ. უკვე მესამე დღეა ქვეყანაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მოქმედებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსებიან რეგისტრაციისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ. არასამთავრობოების ნაწილი რეესში დარეგისტრირებას არ აპირებს. კრიტიკულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრშიც. მართლ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ამერიკული ფარას ქართული ანალოგის მიზანი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთაა. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა. ეს არის ბოროტება საგარეო პოლიტიკური კუთხიდან, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს ოფიციალურად და ღიად, როგორც ყველამ ძალიან კარგად იცის, უდიდეს დარტყმას აყენებს და უკვე მიაყენა. ფარას საკანონმდებლო სივრცე ემსახურება სწორედ იმას, რომ ქვეყანა იყოს სუვერენული, დაიცვას ის იმ არაგამჭირვალე საეჭვო წარმომავლობის თანხებისგან, რომელთა მიზნობრიობაც არის არა ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება, არამედ პირიქით საქართველოში დემოკრატიის ნგრევა. ფარა ბუნებრივია, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შეეწინააღმდეგება ძალაში შესულ კანონს და არ მოახდენს სათანადო წესით რეგისტრაციას, დაექვემდებარება სანქციებას. მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლზე, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან პატიმრობას 1 წლამდე. ნიკა მელია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს პროცესზე შეასხა, სადაც განიხილებოდა მისი საქმე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. თემაზე შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს, ის დეტალებს გვეტყვის შოთა ეთერში ხარ. ნიკა მელიას ქმედება სასამართლო პროცესი არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოხდა პოლიტიკურ სპექტრში, ნაციონალურ მოძრაობაში და კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ მელიას ქმედება იყო სწორი პოლიტიკური აქტი და ის დამატებით რაიმე სახის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ უნდა შეიცავდეს, რადგან როგორც ოპოზიციაში ამბობენ, წყლის შესხმა არის მიზერული, ასე ვთქვათ, პროტესტი, რომელიც მელიამ გამოხატა და თვითონაც მსგავსი სახის ქმედებას გაიმეორებდნენ, როგორც ამას ამბობენ. რაც შეეხება მართველ გუნდს ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ნიკა მელიას ქმედებამ დაადასტურა მათი თქმით მისი კრიმინალური ბუნება, რაც არაერთხელ პოლიტიკოსმა დაამტკიცა, მათ შორის ეგრეთ წოდებული სამაჯურის მოხსნით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობით. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში მართველი გუნდისთვის არის იმის დასტური, რომ ოპოზიცია სრულიად არასწორად ცდილობს მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭოს და ცდილობს იმასაც, რომ ამ ფორმით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. რაიმე კრიმინალს ვერ ვხედავ, თავად ეს კაცი არის კრიმინალი და რამენაირად აიტანოს წყლის შესხმა. ნიკა მელიას ადგილზე რომ ყოფილიყავი, მეც იგივეს გავაკეთებდი. რაც თქვა თქვენ არ არის მოსამართლე, ეს არ არის სასამართლო და შესაბამისად ადამიანი, რომელიც ეს თვალის დაუხამხამებლად უშვებს პოლიტიკური დაკვეთით სხვა ციხეში, წყლის შესხმაზე მეც იმსახურებს. რაც უფრო მეტ დანაშაულს ჩაიდენენ, მით უფრო მეტი ბრალი იქნება წარდგენილი და მით უფრო მეტი, ასე ვთქვათ, პროცესი დაიწყება მათ წინააღმდეგ. ნიკა მელიამ თავისი თავი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს დაამახსოვრა და შეაყვარა რადიკალიზმით. ეს ადამიანი ყოველთვის ცნობილი არის, რომ განსაკუთრებულ პროვოცირებებზე მიდის, პროვოკაციებზე. მათ შორის ელექტრონული სამაჯურის მოხსნა და პირდაპირ სახელმწიფოსთვის სროლა იმის მანიშნებელი იყო, რომ ის პროვოკაციაზე მიდიოდა, ასეთივე პროვოკაცია არის მოსამართლისთვის წყლის შესხმა, შესაბამისად მის მიმართ იქნება გამოყენებული ყველა ის ზომა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი. პარტია ახალის თანათავმჯდომარეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს გირაოს გადაუხდელობის გამო, რაც შეეხება წყლის შესხმას მოსამართლისთვის. ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლით არის საქმე აღძრული, რაც სასჯელის სახით 1 წლამდე პატიმრობას, გირაოს ან გამოსასწორებით შრომას გულისხმობს. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ლელოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უარის თქმა არ შეიძლება და ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო. ლელოსა და გახარიას პარტიებს კოლეგები ისევ აკრიტიკებენ. ფსევდოშეფუთული საუბარი, ასეთია კოალიცია ცვლილებისთვის პოზიცია. ლელოსა და გახარიას გუნდს აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მხარების პოზიციებს ანუკა ბუავა უფრო დეტალურად გაგვაცნობს, ის კურიერს უერთდება. ანუკა, გისმენთ.
დიახ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით უთანხმოება ყოველდღიურად მწვავდება და მძაფრდება ოპოზიციაში, ვინაიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით და ამ შემთხვევაში იყო ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე და უნდა ითქვას ისიც, რომ ლელოს ამ დრომდე არ ჰქონია რაიმე მკაფიო პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა ახლა ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში ფაქტობრივად არ გამორიცხა ის, რომ ლელომ შესაძლოა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და მან თქვა, რომ 2021 წლის შედეგები მათ აძლევს იმის საფუძველს, რომ არ თქვან უარი თვითმმართველობის არჩევნებზე ახლა, რომელიც სტარდება 4 ოქტომბერს. თუმცა მალევე მოჰყვა ამას ოპოზიციის უკმაყოფილება სხვა პარტიებიდან, მაგალითად, როგორც თქვენ თქვით, გვარამი ამელიას გუნდის ერთ-ერთი წევრი მაია კოპალეიშვილი ფსევდოშეფუთულ საუბარს უწოდებს მსგავს პოზიციებს. მათთვის გაუგებარია ერთის მხრივ ლელოს პოზიცია და მეორეს მხრივ გახარიას გუნდის, რომელიც ამბობს, რომ ისინი ემზადებიან ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დღეს უფრო მწვავე იყო ნაციონალური მოძრაობა, სადაც იდიოტიზმი უწოდეს მსგავს განცხადებას, რომელიც ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა და მათ თქვეს, რომ ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა საკუთარი ამომრჩევლისთვის. ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებული არიან, რომ ლელოს ახლა საკუთარი პოზიციის შეცვლა მოუწევს, ვინაიდან თუ კი არ შეცვლიან პოზიციას, ისინი როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, საკუთარ მხარდამჭერებსაც დაკარგავენ. 2021 წელს შევძელით და წავართვით 10-ზე მეტი ქალაქი. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივ უარესობს, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ. და ეს ხო, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება დარწმუნებული ვარ, რომ ლელოს მოუწევს პოზიციის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი ექნება პრობლემა. მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც დაკავშირებულია მხოლოდ თბილისში არჩევნებში მიღებასთან დაკავშირებით. აქ თუ ეხლა ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ მე მივალ და ამომრჩევლს მოვატყუებ, რომ მის ხმას ამ სისტემაში დავიცავ და ამით ხელისუფლების ცვლილება შეუწყობ ხელს, შემცდარა. არ შეიძლება თვალებში ესეთ დონეზე მით უმეტეს შეაყაროს ამომრჩევლს რაღაცა ისა რა ქვია, ცერცვი. მართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ლელოს მსგავსად სხვა ოპოზიციური პარტიებიც გააკეთებენ ანალოგიური შინაარსის განცხადებებს, მათ შორის ისინიც, ვინც დღემდე ამბობენ იმას, რომ არ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ ახლა ლელოს ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ მათ სურთ თავი გაიმართლონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და წინასწარ ცდილობენ ნიადაგის მოსინჯვას. მართველი პარტია ამბობს იმასაც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციის ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება გარეთ დამფინანსებლების დაკვეთებზე. უგუნური ოპოზიცია ნელ-ნელა რწმუნდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში. ისინი ნელ-ნელა გონს მოეგებიან და უფრო მეტ განცხადებას დავინახავთ იმის მხარდამჭერს, რომ შემოვიდნენ ამ საარჩევნო ველზე. ჩვენ ვნახეთ ლელოს წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ ნელ-ნელა გაამართლონ საკუთარი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, იმის და მიუხედავად, რომ მთელი ეს პერიოდი გვარწმუნებდნენ და არწმუნებდნენ საკუთარ ამომრჩევლს, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მათი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას ეტყვიან გარედან, ხოლო გარედან მიღებული გადაწყვეტილება რა თქმა უნდა პირდაპირ ეფუძნება შიდა პოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც ჩვენი ოპონენტები სრულად დამარცხდნენ. ოპოზიციურ პარტიებს გადაწყვეტილების მისაღებად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მერებსა და საკრებულოების წევრებს კი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ. მადლობა ანუკა ბუავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დროებით საგამოძიებო კომისია დღეს პირველ გასვლით სხდომას მართავს. კომისიის წევრები ხონში ციხის ყოფილ შენობას დაათვალიერებენ, სადაც წლების წინ სამმარტო საყნები და კარცერები იყო. ციხის ყოფილი შენობა ამჟამად არ ფუნქციონირებს. ხონიდან გვაქვს ახლა პირდაპირ ჩართვა კესო ქაფიანიძე მოგოყვება დეტალებს ის პირდაპირ ეთერში. გისმენთ კესო. ჩვენ ვიმყოფებით ხონის ყოფილ ციხეში, რომელიც ფუნქციონირებდა წინა ხელისუფლების პირობებში. ხონის ციხე 1950-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და სწორედ ეს პირვანდელი სახე აქვს დღემდე შენარჩუნებული ციხეს. ეს ციხე იყო ცნობილი წინა ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი მძიმე ციხის სახელით, რადგან აქ ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ მძიმე. თქვენ კურიერის გადაღებულ კადრებში ხედავთ იმ საკნებს და იმ კარცერებს, რაშიც უწევდათ პატიმრებს
ცხოვრება, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აქ გათვლილი იყო ციხე 750 პატიმარზე, თუმცა პატიმრების საერთო რაოდენობა ორჯერ მეტ რაოდენობას აღნიშნავდა და პატიმრები მაშინ, როდესაც არ იყო საკმარისი რაოდენობა კარცელებში და არ იყო საკმარისი რაოდენობა ვერ ეტეოდა შიდა საცხოვრებლებში, პატიმრებს ღამე გარეთ უწევდათ. ღამის გატარება აქ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის პირვანდელი სახე, რომელიც 50-იან წლებში ჰქონდა ციხეს, დღემდეა შენარჩუნებული. აქ იყო საცხოვრებელი მჭავდებულების. აქ ბიბლიოთეკა იყო. ეს ოთახები იყო სოციალური სამსახურის ოთახები. კაზარმული სისტემა იყო. ერთი პარტია, მეორე პარტია ლოგინები იდგა, ერთი პარტია, მეორე პარტია ლოგინები იდგა. ანალოგიური იყო ქვემოთ, ანალოგიური იყო ამის იქეთ არის კიდე. და განაწილებული იყო აიმგეში მჭავდებულები. 750-მდე იყო ტევადობა, სადღაც 1000 გადაშორებული იყო იმ პერიოდში მჭავდებულების რაოდენობა. ვინაიდან ადგილი არ იყო საცხოვრებელი ბარაკში, მჭავდებულები იყვნენ ისეთი კატეგორიები, ვინცაც არ ჰქონდა ადგილი და გარე ეძინათ პარკებში გახოვულები. თქვენ მოისმინეთ ხონისციხის ყოფილი თანამშრომლის კომენტარი, სწორედ ის გააცნობს სიტუაციას, აქ არსებულ სიტუაციას კომისიის წევრებს, რომლებიც რამდენიმე წუთში უკვე ხონისციხეს ესტუმრებიან. ეს არის კოდრობითი საგამოძიებო კომისიის პირველი გასვლითი სხდომა და ისინი დაათვალიერებენ იმ საკნებს, იმ სამარტო საკნებს, ფუქსებსა და კარცერებს, სადაც წინა ხელისუფლების დროს პატიმრებს უწევდათ ცხოვრება. ციხემ ფუნქციონირება 2011 წელს შეწყვიტა და როგორც მე უკვე გითხარით, ციხე 1950-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. შეგახსენებთ, რომ დღეს კომისია რიგით 33 სხდომას გამართავს და ის სულ ცოტა ხანში დაიწყება. მადლობა, კესო ქაფეანიძე საუბრობდა ხონიდან კურიერის ეთერში. ზუსტად 2 საათში სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა დაიწყოს. შეხვედრა ამჯერად ჩირაგანის სასახლეში გაიმართება. კიევის 14 კაციან შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელებს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კი პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკია. ორივე ქვეყნის დელეგაცია უკვე სტამბოლშია. გავრცელებული ინფორმაციით მოლაპარაკებებში ჩაერთვება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინისგან ომის შეწყვეტის მემორანდუმის პროექტი მიიღო. დოკუმენტის უკრაინული ვერსიის სრული ტექსტი როიტერმა გამოაქვეყნა. პირობებს შორის არის ცეცხლის შეწყვეტა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება და უსაფრთხოების გარანტიები. სტამბოლის შეხვედრამდე რუსული მხარის მოთხოვნით გაიმართა ლავროვის და რუბიოს სატელეფონო საუბარი. რუბიომ გაიმეორა ტრამპის მოწოდება ხანგრძლივი მშვიდობისთვის გაგრძელდეს პირისპირი მოლაპარაკებები. ოპერაცია ობობის ქსელი სტამბოლის მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთზე უკრაინამ მასშტაბური იერიში მიიტანა. პირველად სამიზნე გახდა ავიაბაზა ციმბირის ტერიტორიაზე, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 4000 კილომეტრში. ირკუტსკის, მურმანსკის და რიაზანის ოლქებში აეროდრომებზე დაზიანებულია 51 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის სტრატეგიული გამანადგურებლები, რაც უკრაინული მხარის განცხადებით რუსეთის სამხედრო ავიაციის სრული პოტენციალის 34%-ია. მათივე ინფორმაციით, კიევმა დრონები ირკუტსკში სატვირთო მანქანებით ჩუმად შეიტანა. უკრაინული მედიის მონაცემებით, დრონები რუსეთის სატელეკომუნიკაციო ქსელით იმართებოდა. ზელენსკი ადასტურებს, რომ ოპერაციის მომზადებას წელიწად ნახევარზე მეტი დრო დაჭირდა. მოსკოვმა კი მომხდარს ტერაქტების სერია უწოდა. მზადება წელიწად ნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაგეგმვა, ორგანიზება, ყველა დეტალი იდეალურად იყო შესრულებული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაციაა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენი საოპერაციო ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე FSB-ს შტაბ-ბინის გვერდით მდებარეობდა. ჩვენი პერსონალი მუშაობდა რუსეთის რამდენიმე რეგიონში, 3 განსხვავებულ დროის სარტყელში. ადამიანები, ვინც გვეხმარებოდნენ ოპერაციამდე, გამოვიყვანეთ რუსეთის ტერიტორიიდან. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ის, რაც მე წელიწად ნახევრის წინ დავუკვეთე, ხორციელდება და რუსებს 40-ზე მეტი სტრატეგიული ავიაციის ერთეულს ართმევს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფრის მოყოლა არ შეიძლება, თუმცა უკრაინის ეს მოქმედება ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთშიც ღაზაში ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს განაგრძობს. ბოლო 24 საათში ახალი იერიშებს 54 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. მედიცინობით ღამე დაიბომბა და განადგურდა ღაზაში მდებარე დიალიზის ერთადერთი ცენტრი. სახალმა ცეცხლი ღაზაში მაშინ გახსნა, როდესაც ერთ-ერთ ჰუმანიტარულ პუნქტთან მოსახლეობა იყო შეკრებილი და საკვების გამოტანას ცდილობდა. დაიღუპა 17 ადამიანი. მომხდარი გაე რომ დაგმო, ისრაელი კი ფაქტს უარყოფს. პოლონეთს ახალი პრეზიდენტი ხავს. მეორე ტურის შედეგებით გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ მოიპოვა. მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის წევრმა მმართველი გუნდის კანდიდატს და ვარშავის მოქმედ მერს 2%-ით დაჯობა. ეგზიტ პოლები არ დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. ეგზიტ პოლით გამარჯვებული იყო მმართველი პარტიის კანდიდატი, რომელმაც გუშინ გამარჯვება შედეგების გამოცხადებამდე იზეიმა. ცესკოს მონაცემებით კი სურათი დაახლოებით 300,000 ხმით შეიცვალა. ტერორისტული აქტი კოლორადოში. მამაკაცმა, რომელიც პროპალესტინურ გზავნილებს ყვიროდა, აქციის მონაწილეებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები ესროლა. ისრაელის მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილეები ჰამასის მძევლების გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაშავდა 6 ადამიანი, თავდამსხმელი დაკავებულია. თაკო საქართველოს 5 პირი დააკავა პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. გამოძიების ინფორმაციით რეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდნენ. პოლიციამ ნარკოტიკის საკონტროლოდ რამდენჯერმე შეიძინა და ფაქტი ფარულად ჩაწერა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირისგან კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო კახეთის პოლიციამაც, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ამოიღეს მეთადონი, მეფედრონი და ტეტრაჰიდროკანაბინოლი. 24 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, პაკისტანის და ერაყის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალათ. თელავის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. ჰიდროელექტროსადგური სტორი 1 მდინარე სტორზე მდებარეობს. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი. ექსპლუატაციის ეტაპზე ჰესების მართვის პერსონალი ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ოპერირების ფაზაზე დასაქმდება 30-მდე პირი. აღნიშნული მშენებლობა გახლავთ 33 მეგავატიანი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ მას შემდგომდაც არსებული პროექტი ექსპლუატაციაში შევა. ჩვენი ელექტროენერგეტიკული სისტემას და ჯამურ დადგმულსიმძლავრეს დამატებით შეემატება 33 მეგავატი. აღნიშნული პროექტის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული კილოვატ-საათი, რომელიც ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შეემატება, პირდაპირ დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე გადასადგმელი ნაბიჯებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ არსებულ საპროექტო სამშენებლო სამუშაოებში ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მაცხოვრებლები. გამომუშავება არის 156 მილიონი კილოვატ-საათი. განხორციელებული ინვესტიცია გახლავთ 65 მილიონ დოლარამდე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჰიდროსადგური არის აშენებული აბსოლუტურად ყველა ტექნოლოგიის დაცვით. ძალიან კარგი კომპანია არის, სხვათა შორის დასაქმებული ხალხი ყველაფერი დალაგებული აქვთ. ხელფასთან დაწყებული სულ ყველაფერი დახმარება სოფელს და ბევრი რამე გავგეკეთა. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ორგანულ და არაორგანულ დამაბინძურებლებს კი და მძიმე ლითონების ლაბორატორიაში შეამოწმებენ. შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მდინარე მტკვარზე აღებული იქნა წყლის სინჯები. ადგილზე განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანული, არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები განისაზღვრება გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით.
აზიურ ფაროსანესთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივ თვითმმართველობებთან დასავლეთ საქართველოში. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ მონიტორინგის შედეგებს იმშელეს ერთობლივ ღონისძიებებზე. სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრის შედეგად განვიხილეთ მიმდინარე წელს ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების ღონისძიებები. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული. გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული ტექნიკითა და რესურსით გეგმავთ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებს. გრძელდება აქტიური ღონისძიებები ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ. დღეს ხობის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა სამუშაო თათბირი, სადაც დეტალურად იქნა განხილული ფაროსანასთან ბრძოლის საკითხები. ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისთვის ასე ქვია ფორუმს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივით თბილისში იმართება. გაიმართა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ახლად შექმნილი კომისიის პრეზენტაცია. აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ინფორმაციის გაცვლაზე. მას შემდეგ რაც პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხების კომისია, ხოლო მუნიციპალიტეტებში იდენტური საბჭოები ჩამოყალიბდა, მნიშვნელოვანი არის კოორდინაცია, მათ შორის იმ სიახლეების და ახალი ტენდენციების გაცნობა, რომლითაც მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ საუკეთესო პოლიტიკა ჩამოაყალიბონ ქალთა და ბავშვთა მიმართულებით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ის რომ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე გაერთიანებული და ერთიანი სისტემით მოხდება მუშაობა, მათ შორის ოჯახის გაძლიერებაზე და დემოგრაფიის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად გვექნება სტრატეგიული პრიორიტეტები. ამ წლის პრიორიტეტს ბავშვთა მიმართულებით წარმოადგენს ციფრულ სამყაროში ბავშვთა უფლებების დაცვა, ასევე ქალთა პოლიტიკური გაძლიერება. ვაჭრშაობას მეშვიდე კვარტალში მდებარე სკვერს ქართველი ექიმის იოსებ ჟორდანიას სახელი მიენიჭა. ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. იოსებ ჟორდანია ქვეყანაში რეპროდუქციული მედიცინის ფუძემდებელია, ის 1962 წელს ბრაზილიიდან დაბრუნების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. გაიხსნა იოსებ ჟორდანიას სახელობის სკვერი თბილისში, ჩვენ დედაქალაქში, იმიტომ რომ სწორედ იოსებ ჟორდანიას სახელთან არის დაკავშირებული ბავშვთა საკითხები, რეპროდუქტოლოგია და ის იყო ამ თავისივე სკოლის დამაარსებელი და აქ არიან შეკრებილი ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იცნობდნენ ბატონ იოსებს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა და მისი ღვაწლი სწორედ ამ სკვერის გახსნით კიდევ უკტავყოფს მის სახელს. იცით ყველამ, რომ იოსებ ჟორდანიას თელი ცხოვრება დაკავშირებული იყო ბავშვებთან. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი პიროვნებების ღვაწლი, როგორც არის იოსებ ჟორდანია, არ დარჩეს დაუფასებელი და ჩვენ საკრებულომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანებთ მისი ღვაწლის დაფასებაში და მის სახელის უკდავყოფაში. გაიხსნა სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. მაყურებელმა ბორჯომის თეატრის სპექტაკლი „უსახელო ვარსკვლავი“ ნახა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები, ღონისძიება 8 ივნისს დაიხურება. წელს იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი 8 ქართული და 4 უცხოური სპექტაკლი. უცხოური დასები არიან რუმინეთიდან, ემირატებიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება მასტერკლასები და საჯარო ლექციები, რაც ამ ფესტივალისთვის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით მაქსიმალურად თეატრებს, რომ მათ თავიანთი საჭიროებებისთვის განივითარონ თავიანთი თავი. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს ფესტივალი არის თეატრალური საწყისების ძიებაში დაბრუნების ფესტივალი. საქართველოს კულტურის სამინისტროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაფუძნდა სიღნაღის თეატრალური ფესტივალი, რომელიც პირველი წლის შემდეგ უკვე გახდა საერთაშორისო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო მეტი რეგიონი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ერთვება ფესტივალში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის მხარდაჭერა, როგორც სამინისტროდან, ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან. მინდა დიდი მადლობა უთხრა კულტურის სამინისტროს, პირადად ქალბატონ მინისტრს, ასევე იმ გუნდს, რომელმაც ამ თეატრალურ ფესტივალს ჩაუყარა საფუძველიც. მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ბატონ დავით სონღულაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს აწუკვე, რომლის ინიციატივით და რომლის ასე ვთქვათ ძალიან დიდი შრომით დაფუძნდა და შეიქმნა ეს ფესტივალი და მინდა რომ მადლობა გადაუხადოთ თითოეულ მათთაგანს და წარმატებები უსურვოთ სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს.
ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 3 საათამდე თქვენ კი შეგიძლიათ დღის სხვა სიახლეებს გაიცნოთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავია 2.g